გამიყოლე ძმა. всё. გამარჯობათ მეგობრებო, დაგიბრუნდით, ცოტა პაუზა გამომივიდა, სადღაც ერთვიანი პაუზა გამომივიდა. მოგილოცავთ ყველას შობა ახალ წელს. მრავალ დაესწარით, ჯანმრთელად და ბედნიერად იყავით მთელ ოჯახებთან და კარგ ადამიანებთან ერთად. ეხლა რაც შეეხება ჩემი ამ ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩენა YouTube სივრცეში. ახალ წლამდე გურამს პრობლემა შეექმნა, ვირუსი ჰქონდა, რაღაცა ლოგინში იწვა სიცხიანი. მე რო გურამი რო გამოკეთდა, მე სამსახურში რაღაც საქმეები მეყარა თავზე ახალ წლამდე ყველას მანქანის გაკეთება უნდოდა და ამიტომ ვერ გადავიღეთ ახალ წლამდე ვიდეოები. ახალი წლების მერეც რამოდენიმე დღე ზოგი ბაკურიანში იყო, ზოგი სად იყო და მოკლედ დიდი ბოდიშს მოხდით, დაგიბრუნდით ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და ახალი ვიდეოებით. ვისაც არ გაქვთ ხალხი გამოწერილი, გამოიწერეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და თქვენი აზრი დაგვიწერეთ ნებისმიერ თემაზე, რა გინდათ რომ გადავიღოთ, რის სურვილი გაქვთ და ასე შემდეგ. კიდე ერთი თხოვნა მაქვს, ვიდეოს რო უყურებთ, ერთი თხოვნა არის ჩემი, რომ ეს ვიდეო გადააზიაროთ ხოლმე სხვადასხვა ჯგუფებში და მეგობრებში, რომ გავცელდეს და ნახოს ყველამ და გამომწერები დაგვემართონ. დღეს კი შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოს. ისევ 4-დან 0-ია, 8 ცილინდრიანია, ბიტურბო არის და რა იქნება თუ არა Mercedes-ი, G-კლასი 500 4-დან 0 ბიტურბო, 8 ცილინდრიანი, 430 ცხენის ძალა აქვს ამ მანქანას. ცოტა ხანში მე ამის 6-3-ად შემოგთავაზებთ. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს არა AMG ჩვეულებრივი მანქანა როგორი არის, რო შევადარო მე ისევ AMG მოდელს. ამიტომ დღეს გვექნება განხილვაში 2024-იან რა გადავეკიდე ამ წლებს 2014 ვიძახი. მოკლედ დღეს გვექნება განხილვაში 2024-იანი G500 4-დან 0 ბიტურბო. მოდი ვნახოთ საბურავები. უყენია ზამთრის საბურავები, ნუ ზამთარია და მაგიტო დაბალი დისკები უყენია, 20-იანი დისკები უყენია 275-50-ზე ზამთრის საბურავები. ამ მანქანას უფრო უხდება დიდი დისკები და დიდი ტორმუზები, მაგრამ ამ შემთხვევაში ზამთარია და პატარა საბურავები აყენია. ესეც ყველასთვის რაღაც ანტიფრიზის სუნია. დამწვარი ანტიფრიზის სუნია. როგორც ყველა მიცით, ახალ Mercedes-ებში 8 ცილინდრიანი ყველა არის 4-დან 0 ბიტურბო. აქაც იგივე ძრავიდებს 4-დან 0 ბიტურბო, რომელსაც აქვს 430 ცხენის ძალა. აქ დიდი აი ესეთი არაფერი არ არის, პლასმასით არის შეფუთული ყველაფერი და არ ჩანს არაფერი. აი გამოჩნდა რაღაცები, აქ არის ტურბინები, უკან არის ძრავი, აქ წინ არის შემშვები კოლექტორი და რაღაცეები, ვესტგეითები აგერ არის. ამ მოტორების პრობლემაა ეს ვესტგეითები, მალე ფუჭდება და წნევას ვერ იჭერს. ჯერ ცოტა აქ ამ მანქანას გავლენ და მაგის პრობლემა წესით არ ექნება, მაგრამ ისე დროში არა. 100-200 რომ მახსოვს ადრე რაღაცა ვიდეოში G-კლას არდნე რომ ცალი ამორტიზატორი ეყენა და ცალი ხელით რო კეტავდი, კაპოტი იღუნებოდა და ეთყობა ნახეს გამოასწორეს და ორი ამორტიზატორი დაუყენეს. გინდა ეხა აქედან დაკეტე, გინდა აქედან დაკეტე, აი? და ვიდეოები რამდენ შვება. მე დიდად Mercedes-ებში ვერ ვარკვევი, მაგრამ რო უყურებ ყველანაირი რაღაცა წვრილმანი დეტალები აქვს შავი. სავარაუდოდ Black Edition-ია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სადაც ნიკელი უნდა კონდეს, ყველაფერი აქვს შავი. გვერდები, პლასმასები, კარების ესენი ყველაფერი აქვს შავი და სავარაუდოდ ეს არის Black Edition. აი ეს წარწერებია, აი ეს ვერ ვარ შავად აწერია. G500 რო აწერია, ეგეც შავი არის. აი ეს ზნაკიც შავი არის. სავარაუდოდ ეს მანქანა არის Black Edition-ი. Black Edition-ი ჩვენ ვიცით უფრო სპორტული მანქანებია და უფრო სხვა განხრაა. რაც შეეხება ამის ვიზუალს ძველ მოდელთან შედარებით, განსხვავება არის, ბევრი რაღაცაა განსხვავება რა. კია რო შეხედავთ თითქოს ვითომ იგივე, მაგრამ ბევრი წვრილმანი დეტალია სხვაობა. მაგალითად წინა ცხვირი ფარები სხვანაირი აქვს. აი ეს კარების კანტები, აი აქ ესენი ძველს ქონდა აქ წვეტიანი, ამას აქ მომრგვალებული. გაბარიტებით ძალიან გაზრდილია, ძველთან შედარებით უფრო დიდი მანქანა არის ეს. ნუ სალონი რა თქმა უნდა ვაფშე სხვა არის ძველთან შედარებით, ტექნოლოგიებით გატენილი სალონი აქვს. რეალურად ეს არის ახალი კუზავი, მაგრამ Mercedes-მა ძველის რესტაილინგი დაარქვა, ფეისლიფტი დაარქვა და რაღაცეები დეტალურები შეცვალა.
ესე იგი ახალი კუზავო რო გამოეშვა და ახალი კოდი მიენიჭებინა კუზავოსთვის უსაფრთხოების სტანდარტს ვერ გაივლიდა და ვერ გაყიდიდა მანქანაზე. ამიტომ გამოუშვეს ვითომ ძველი G-კლასი განახლებული ვიზუალით. და აღარ დაჭირდა ახალი რეგულაციების გავლა, იმიტომ რომ მანქანა უკვე გამოდიოდა და გაალამაზეს ძველი G-კლასი რა. არა და რეალურად ვაფშე სხვა მოდელი არის რა. სხვა არის და ყველაფერი სხვა აქვს რა. დიდი აგური არის. მე დიდად მოყვარული არა ვარ G-კლასი და არანაირად არ მომწონს G-კლასი. კი ვიცი ახლა გადამივიდით G-კლასი როგორ არ მომწონსო, მაგრამ რა ვქნა, ყველას სხვადასხვა რაღაცა იმოწონს. მე პირადად G-კლასი არანაირად არ მომწონს. ნახოთ ახლა სიარულში როგორი იქნება და მომეწონება თუ არა და თუ პირიქით ისევ დავდგებით ჩემაზეზე. გავიაროთ და ვნახოთ რა იქნება სიარულის შემდეგ. ამ G-კლასის თავარი ერთ-ერთი მუღამი არის კარების დაკეტვა. იმენ რომ მიაჯახუნებ და რომ იკეტება. პრესას კარაიზ ნახდი ვილისია ძმაო. აიტა. აბა. მედია კარგად გაიგეთ, კიდევ ერთხელ მოვაჯახუნებ. მოკეთ ახლა დანარჩენი გავიარო და დანარჩენი ვნახოთ მოძრაობაში. რაც შეეხება სალონს, ლამაზად არის ეს რაღაცა ის მომწონს მე, ლამაზად არის გაკეთებული, სპიდომეტრი და ეს მაჩვენებლების დაფა კლიმატის და ფუნქციების. რავი, სალონზე ვერ იტყვი რომ რაღაცა ცუდია და მახინჯია და რაღაცა მე პირადად მომწონს სალონი, კარგი არის. ძველ G-კლასთან შედარებით უფრო განიერი არის, უფრო ფართო არის, ძველ G-კლასში უფრო ვიწროთი და მჭიდროთი ჯექი, აქ ცოტა ბევრად დიდი ადგილი არის. ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი, რავი, რასაც უყურებ, ეს საათი, ესეთი საათი, ძველი სტილის საათები, მაგრამ მომწონს მე, დიდ პატივს ვცემ ეგეთ საათს. მომწონს. მე რა G-კლასია. ესე რესკი ტორმუზი არ დამიჭერია და ხმაური აი რავი კატასტროფა არის რა ძალიან 130-ის მერე კატასტროფულად შემოდის ხმაური რა ერთი მაინტერესებს იმ დეციბელის საზომით 130-ის მერე რა ხდება მაღალ სიჩქარეზე ამ მანქანის სიარული არის არაკომფორტული, იმიტომ რომ ხმა ძალიან აწუხებს. რაც მე ძალიან არ მესიამოვნა ეხლა. ნელა უდაიარო ამ მანქანით რომ ამ ხმამ არ შეგაწუხოს. ნუ ავი ეხლა მე G-კლასით არ მივлия, შეიძლება ყველა მითხრას რომ G-კლასია და ეგრე არის, ნუ არ ვიცი, მე ესე G-კლასით ჩქარა არ მივлия, ტრასაზე არ მივлия და მაგიტო აღვნიშნავ მე ამ მომენტს რაც მე ეხლა შევიგზენი სიჩქარეზე. ეხლა აი გონია რომ შუშა მაქვს ჩამოწეული რა. ისეთი ხმა შემოდის სალონში. 70 დეციბელი არის მანქანაში ხმა შუშება აწეული მაღალ სიჩქარეზე. ერთი კიდე რამე რაღაცა მაინტერესებს, ცოტა ხმა მაღლა ვილაპარაკებ და 80 დეციბელზე თუ ავა, ჩემი ხმა აი 79 იყო, ანუ ეგ არის მანქანების გამონაბოლქვზე რომ დაგვიწესეს 80 დეციბელიო, მეტი არ შეიძლებაო. ესე იგი მე რომ ოდნავ ხმას მოუმატო და ოდნავ ვიყვირო, ეგ იქნება ის ზღვარი, რაც შეიძლება მანქანას ჰქონდეს და რავი, წესით მანქანას მაგაზე მეტი ყველა ვარიანტი იქნება. ყვირილი შეწუხება არის, აბა რა არის. ყვირილი არ შეიძლება. ყვირილით უფრო მეტზე ვიყვირებ, მე ვიდრე 80 დეციბელი არის. მე ვიძახი ოდნავ რომ ხმას მოუმატებ, ეგ უკვე 80 დეციბელი არის. წენა 79 იყო, ოდნავ რომ ცოტა ხმას მოუმატეთ. ამ მანქანას გავლილი აქვს 13000 კილომეტრი, 24 წლის არის, წეგან აღვნიშნეთ. ახალი მანქანაა. სალონში რავი მე
მომეწონს, ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. რაც შეეხება აუდიო სისტემას, 3D ბურმაისტერია, ამაზე მაღალი კომპლექტაცია ხმაში მერსდეს არ აქვს, რომელიც სერიოზული აპარატურა არის, ყველგან დინამიკები აყენია. მაგრამ მაღალ შიქარეზე იმ ხელაზე შემოდის გარე ხმა და ქარის ხმა, რომ ალბათ ეგ დინამიკებიც ვერ გაგაჯავს, ეგ ხმა რომ ჩაახშოს. იმიტომ რომ მაღალ ხმაზე ვლაპარაკობთ, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგებინებინა რაღაცა დეტალები. გადავიყვანოთ კომფორტზე, დავარბილოთ და როგორ ივლის ერთი მაინტერესებს ცუდ გზაზე. ციდენიასაც შეეხება, რავი, დიდი ხანია ვზივარ ხამსტენეს და შეწუხებით არ შეუწუხები ვარ. კარგად ვზივარ, თან კარგი ეს გვერდები ებერება, რომ მოუხმო მოსახოვში, გვერდები ებერება და აქეთ-იქით მიჭერს, რომ არ გადავარდე რა. აი ხა დაბალ სიჩქარით მივდივართ, ხმას არ ვიღებთ, მაინც გავჩუმდები და ვნახავ. $64 დეციბელია სიჩუმეში რო დავდივარ. როგორც კი მანქანას ჩაული გვერდზე გრუზავიქს რამე მანქანას, ეგრევე 5-6 დეციბელით იმატებს ხმა. ამიტომ ძალიან შემოდის ხმა გარე ხმა და როგორც კი გას მოუმატებ, ცოტა სიჩქარეს ავწევ, ეხავე გეტყვით, გავჩუმდები. 69 დეციბელი არის. 20 კილომეტრით მოუმატე სიჩქარეს და 64-დან ავიდა 69 დეციბელზე, ანუ 5 დეციბელით მოიმატა ხმამ სალონში, ოდნავ როგორც კი ავჩქარდი. ჩემი აზრი და G-კლასის, ჩემი დამოკიდებულება G-კლასის მიმართ არის რა, წეგან კი ვთქვი, არ მომწონს მეთქი რა. ანუ არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი აზრით G-კლასი არის გამოშვებული სამხედრო დანიშნულები და მთაში და დააგდო და მთაში ეგდოს. და იქ დაატარო, მაგისთვის არის იდეალური მანქანა. ეს ქალაქში სასიარულო და რაღაცა მე ჩემთვის არ არის რა. ჩემთვის G-კლასი ასოცირდება მთაში. იმიტომ სულ პირველად ომის დროს სამხედროებისთვის გამოუშვეს G-კლასები და დადიოდნენ ომში და მთაში და ყველგან დადიოდნენ სამხედრო G-კლასები. იმის მერე სახელი გაითქვა და ღირს ძალიან ძვირი და დადიან ქალაქში. ესეთი მანქანა რო იყიდო, სადღაც $160,000 უნდა ცენტრიდან რომ გამოიყვანო, მინიმალურ თანხას ვიძახი რა. არის კომპლექტაციები მოტორების მიხედვით, ნუ იზრდება და იზრდება ფასი და მან კიდე მეორე ვარიანტია რომ $160,000 რო მანქანაში იხდი, მთაში ვერ ატარებ მანქანას რა. ანუ ცოდო არის და ეგ არის რომ G-კლასი გამოსულია იმიტომ რომ ძველი დროიდან რომ მთაში და საბრძოლო მანქანა იყო, მერე სახელი გაითქვა, ფასი გაიზარდა და ნუ უმეტესობა ვისაც ყავს, ყველა დადის ქალაქში და მთაში იშვიათად თუ გადაუხვევენ რა. 3 ბლოკირება აქვს, წინა ხიდის ბლოკირება, შუა ბლოკირება და უკანა ბლოკირება რა. ამ სამივეს რო ჩაურთავ, რავი, მანქანა არის ტანკივით. ყველგან მავალია, ყველგან ბლოკირება აქვს და რავი, მაგრა დადის რა. ამიტომ ჩვენ მაგას ეხა აქ ვერ გამოვცდით ვერანაირად. 100 დიდი გზა გვინდა. 0-100 და 400 მეტრი ვნახოთ ახლა კავკარს. უკან მანქანები არ არიან. მოდით თვითონ გადაგვირთოს. ხმაური შემოდის. 800 meter. ყველაზე ნელ მანქანაში ვზივართ. 24 რა ამბავია. ბიჭო მართლა ძალიან გროვია.
ოპეფი რა შუაშია ბიჭო ახალი მანქანა და რავი 13000 კილომეტრია გავლილი და ის არის 24-იანია და 24 და 3 რა უბედურებაა 100-200 0-100 რა გქონდა 400 მეტრი 0-100 გქონდა 6 და 2 აგერ არის 6 და 2 400 მეტრი გქონდა 14 და 2 და 0-200 გქონდა 30 და 5 და 100-200 გქონდა 24 და 3 24 და 2 100-200 გქონდა 24 და 3 არ ვიცი რა ხდება წადოთ კიდევ ერთხელ დავარესეთოთ სპორტზე ხო ყავს სპორტზე ყავს ესი წერია ყველაფერი წერია 60. 100. 400 meter. ოდნავ გავაუმჯობესეთ 800 meter. მოსახოვში M5 რო აქ რომ მიდი ეს გვერდები ებერება და უჭერს ეს კარგი არის მომეწონა ესე იგი მეგობრებო გადავწყვიტე პროგრამა არის ესე Play Store-დან გადმოვწერე დეციბელი საზომი არის ვიცი რომ ეხა ზუსტი არ არის და მთელი ამბები ვიცი ეხა ეგ არ დამიწყოთ მაგრამ ყველა მანქანაში გავზომავ ამ მეთოდით და ყველას შევადარებ ერთმანეთს ვის რა ხმა ექნება ამიტომ ნახოთ ამას რა ხმა როგორი იზოლაცია აქვს ხმის სიჩქარეზე. გავჩუმდებით ფეჩს ყველაფერს გამორთავთ და ვნახოთ რამდენი დეციბელზე ავა სალონში ხმა. აი ესე რატო გადაწყვეტ ყველაფერზე ეს ზანზარით. რამა და უკან ჩურუქი უყენია. დავაწევთ ესეთი რაღაცა ვიაროთ 100 კმ/სთ და დავაკვირდეთ რა დონეზე შემოდის ხმა ამ სიჩქარეზე. აი ხა მივდივარ ჩამოწიო ცოტა 101-ით. ესეთია რა კომას. არა, ეგ რაც არის იმას ითვლის. აი ხა წეგა რო ავიდა გრუზავიკს ჩაუარეთ გვერდზე და რამხელაზე შემოვიდა გრუზავიკის ხმა წეგან დავაფიქსირა. აი ხა კიდე გავჩუმდები და გრუზავიკს უნდა ჩაუაროთ ერთი და ვნახოთ ეხლა რას იწევს. გადაუღე? აქ გადაუღე. როგორც კი რამე მანქანას ჩაულით 5 დეციბელით, მინიმუმ 5 დეციბელით ემატება ხმაური. კიდევ ერთხელ გავზომოთ. მეტრი ვერ გავზომეთ. 100. ესე იგი 0-100 ისევ გქონდა 6-1. 800 meter. ამ მანქანას უწერია 5 და 9 უწერია 0-100 დავდივართ 6-1-ში, იმიტომ რომ ვზივართ ორი კაცი. გურამი რომ ჩამოსვა 5 და 9-ში წივლის ეს მანქანა. 0-100 იმდენად არ არის საკვირველი, რამდენადაც წეგან მე 100-200 გამიკვირდა 24 და 3 წამი, რა ვიცი. ძალიან რა აეროდინამიკა აქვს ეგეთი რომ ძიმეც კი 2 და 400-ია მანქანა, მაგრამ მაინც 24 წამი 100. ძალიან ბევრია და იქნებ კიდე გავზომოთ.
ცოტა ვნახოთ. ძალიან დიდი ხანი მივდიოდით, იმენა 200-300. ოპეფ ხო არა გაჭედილი. ახალი მანქანა რა უნდა იყოს გაჭედილი ბიჭო. ეს იყო უცებ გადაწყვეტილი, უცებ მოფიქრებული ვიდეო, ცოტა მოკლე გამოგვივიდა, კარგად ვერ გავტესტეთ, იმიტომ რაღაც ვჩქარობთ. სამომავლოდ შემოგთავაზებთ იგივე მოდელს, როგორც G63-ს, უფრო ჩქარს, უფრო ვრცელი ვიდეო იქნება, უფრო დეტალური განხილვა იქნება. ეხა ჯერ ამ მანქანას ვსწავლობთ, იმიტომ რომ მე G-კლასში ვაფშე გაგებაში არა ვარ, გარკვეული არა ვარ. ნელ-ნელა შევისწავლი, ყველანაირ დეტალებს გადავიკითხავ, რა როგორ არის და იმის მიხედვით დეტალურ ვიდეოს შემოგთავაზებთ G-კლასთან. მერე შემოგთავაზებთ G-კლასის სრულ ვიდეოს, რაც შეეხება დეტალურ ვიდეოს, რა აქვს G-კლას პლუსები და მინუსები. ამ შემთხვევაში ახლა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურებისთვის. გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ სხვადასხვა ჯგუფებში, მეგობრებს გაუზიარეთ, რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და გამოწერები დაგვემატოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩემო მეგობრებო. კარგად ბრძანდებოდეთ.